President, Minister of Defense. მადლობას ვუხდით საქართველოს ხელისუფლებას, პრეზიდენტს, თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს, გენერალური შტაბის უფროსს გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს, სამხედრო სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციის მასპინძლობისთვის. ფორუმში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ. დღეს ფორუმზე 50-ზე მეტი ქვეყანაა წარმოდგენილი. ეს უკვე დიდ წარმატებას ნიშნავს. საქართველოში ამ კონფერენციის ჩატარება მიუთითებს თუ რამხელა პრივილეგიას ანიჭებს ნატოს მხარე პარტნიორ ქვეყნებს. საქართველო ერთგულად ასრულებს ნატოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს, რასაც მოწმობს მონაწილეობა კოსოვოს და შემდეგ ავღანეთის მისიებში. მინდა პატივი მივაგო ყველა იმ ქართველ ჯარისკაცს, რომლებიც ავღანეთში მისიის შესრულების დროს დაიღუპნენ. ქეთს ვიხრი მათი ოჯახებისა და საქართველოს წინაშე, რომელმაც მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მსხვერპლი გაიღო. ასევე მინდა მადლიერება გამოვხატო იმ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, რომლებიც მისიების დროს დაშავდნენ. სწორედ ამიტომ საქართველოსთან პარტნიორობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. საქართველო აქტიურად არის ჩართული მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციებში. გასულ სექტემბერს ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურებისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ნატოს უელსის სამიტზე არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა გაჟღერდა. სამიტში საქართველოს მონაწილეობდა. ყველა ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ნატოს ძალებთან ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას და სხვა სახელმწიფოებთან პარტნიორობის გაღრმავებას. საქართველო იმ 5 ქვეყანას შორისაა, რომელიც სწორედ ამ მიზნით შეირჩა. საქართველო გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის ქვეყნების წევრად შეირჩა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, რათა გააუმჯობესოს და უფრო მოდერნიზებული გახადოს თავდაცვითი შესაძლებლობები, მოამზადოს სამხედრო მოსამსახურეები და კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატოს სტანდარტებს, ნატოს დოქტრინას, ნატოს წვრთნებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შესწევთ უნარი მიაღწიონ ნატოს ძალებთან მაქსიმალურ ინტეგრირებას. დღეს მსოფლიოში ისეთი რთული პროცესები მიმდინარეობს, რომ ამ გამოწვევებთან გამკლავება ერთობლივი ძალები უნდა მოხდეს და არა რომელიმე ორგანიზაციისა თუ ქვეყნის მიერ. ასე რომ პარტნიორობა ყველაზე მთავარია. დასასრულს მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ჯერ კიდევ პრაგმატული გზა გვაქვს გასავლელი და არაერთი პრაგმატული პროექტი განსახორციელებელი. როგორიცაა მომავალ წელს დაგეგმილი ერთობლივი სწავლებები, ნატო საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის გახსნა და როგორც უკვე აღვნიშნე, თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება. ჩვენ მხარს დაუჭერთ საქართველოს, როგორც ჩვენს მეგობარ ქვეყანას ნატოსკენ მიმავალ ამ რთულ გზაზე. მოგესალმებით და მინდა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან მოვლენას, რაც დღეს საქართველოში ხდება. ამ კვირის განმავლობაში გენერალური შტაბი და თავდაცვის სამინისტრო პირველად მასპინძლობს ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენციას. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავხატო ბატონ გენერალს და ყველა იმ პირს, გადაწყვეტილებას მიღებ პირს, რომელმაც დაგეგმა აღნიშნული ღონისძიების ჩატარება საქართველოში. ეს არის ნატოს ტრანსფორმაციის სამსახურის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობენ არა მარტო ამ სამსახურის წარმომადგენლები, არამედ ნატოს წევრი ქვეყნების და პარტნიორი წევრი ქვეყნების უმაღლესი სამხედრო ჩინები და სამოქალაქო ექსპერტები. აღნიშნული კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო ფორუმია, რომელზეც განიხილება ტრანსფორმირების საკითხები და ასევე განიხილება საომავლო გამოწვევები და თუ როგორ შევეწინააღმდეგოთ მათ და როგორ ეფექტურად დავგეგმოთ ჩვენი მომავალი განვითარება. ისე როგორც ყველაფერს, ყველა ორგანიზაციას სჭირდება ტრანსფორმირება და ადაპტირება თანამედროვე გამოწვევებთან. შესაბამისად, კონფერენცია ხელს უწყობს ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ქვეყნებში ტრანსფორმაციის შესახებ ასთა გაცვლას გამოცვლას და ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას. გენერალურ შტაბის უფროსებს ამ კონფერენციებზე შესაძლებლობა ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ თავისი ხედვების სტრატეგიული საკითხებში და ასევე დაგეგმონ თავიანთი მომავალი თანამშრომლობა. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ეს კონფერენცია იმით, რომ ჩვენ უნდა გავსაზღვროთ, როგორც დღეს აღინიშნა სწორად, ჩვენი ამბიცია ნატოს მიმართებაში, ის თუ რა შეგვიძლია ჩვენ
რა შეზღუდვები გაგვაჩნია, რა შესაძლებლობები გაგვაჩნია და რა შეუძლია ნატოს გააკეთოს საქართველოსთვის. წლევანდელი კონფერენცია ორიენტირებულია ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე. ნატოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობის განვითარება არაწევრ სახელმწიფოებთან. და კიდევ უფრო დაიახლოს ეს სახელმწიფოები. აღნიშნული ღონისძიების და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ, ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების საქართველოში ჩატარება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ რეალობაზე, რომ საქართველოს შეერთებულ ძალებს და თავდაცვის სამინისტროს ძალზე მჭიდრო ურთიერთობა აქვს ნატოსთან, როგორც თავსებადობის, ისე საერთო ხედვების მხრივ, ხოლო ნატო საქართველოს აფასებს როგორც სანდო, სამხედრო პარტნიორს და მომავალ წევრს. I would like to stress that this is a strategic military partnership conference. It's not a political conference, which means that the military are speaking to the military. We are working together for men and women who fight together. This is our aim. This is not for us to make political decisions, as you would understand, but this is very important that us, as a military chiefs, we can push the boundaries of the partnership as much as we can. And then, at the political level, it was demonstrated in Wales and even before. And I'm sure it will be demonstrated in Warsaw. The head of states will make their decision about the future. But we are here to make sure that we enable the future in terms of military capabilities. And when we see the ability of today Georgian forces to integrate within NATO operations, this is a great sign of Georgia getting closer and closer. Georgia has never failed. Georgia is true to its commitment. So, as I said, here as a military chiefs, we are doing our best to make sure that the substantial package, the enhanced partnership, the interoperability platform, all of that works as much as possible. And our presence here is a great demonstration. And I'm very pleased that I made this decision almost 2 years ago that Georgia will be the hosting nation, thanks to the great offer from your country to host this strategic military partnership. This is a great mark of our determination to work together. But as I stressed already, the decision should be made at the political level. This is how it's working everywhere in the alliance. It is about rules of law, about democratic values, about the consensus building in NATO. The 28 members should make their decision. But let's look in the past. NATO, 1949, 12 members. NATO today, 28 members. NATO has been able to integrate the former Warsaw Pact countries. It takes time. So, I cannot speak at a political level. I'm not elected, and I'm a military commander. I mean, we are here. We didn't come by chance here. This is a great chance to be here. We came because we believe in the future of this partnership between NATO and Georgia. This is absolutely crucial. And this is the best we can do at this stage at the military level. So I cannot answer to this question apart that the best demonstration for any country that is willing and able to join NATO is to demonstrate its will and capabilities to be part of NATO operations. This is the great demonstration. რუსეთ უნდა შეეგუოს, რაც ავტომატიური იყო იმ აზრს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, მას გააჩნია დამოუკიდებელი შეერთებული ძალები და დამოუკიდებელი სამხედრო თუ სამხედრო პოლიტიკური ხედვები და ინტერესები. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უფლება დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს უფლება ვიყოთ იმ პარტნიორებთან, ვისაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ და განვახორციელოთ ის სწავლებები და წვრთნები, რაც მიმართული იქნება ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაზრდისკენ და არა შეტევითი პოტენციალის გაზრდისკენ.
შესაბამისად ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას ძალიან მჭიდროდ ჩვენ პარტნიორებთან ეს იქნება ნატოს ფორმატში თუ ორხრივ ფორმატში თუ მრავალხრივ ფორმატებში ჩვენ გვაქვს ჩვენს მიერ დასახული გეგმა და ჩვენ ამ გეგმას მივყვებით